როგორ შეიძლება ერთი და იგივე ამბავი მოყვე 99-ჯერ ისე რომ ეს არათუ მოსაწყენი, არამედ პირიქით ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგეს მკითხველისთვის. ბუნებრივია ამას ძალიან დიდი ოსტატობა და ღრმა ინტელექტუალური უნარი სჭირდება, რასაც აკეთებს კიდეც ავტორი წიგნში, რომლის განხილვასაც დღეს მოკლედ შევეცდები და რომელიც შეუძლებელია რომელიმე ლიტერატურულ ჟანრს მიაკუთვნო, ალბათ ის უფრო რაღაც თვალსაჩინო ენობრივი ექსპერიმენტია, რომელსაც ავტორი ამ წიგნში გვთავაზობს და ხაზს უსვამს იმ შესაძლებლობებს და გავლენის იმ მასშტაბს, რაც შეიძლება ზოგადად ენამ და იმ ფორმამ და სტილმა, რომლითაც შეიძლება ადამიანი გადმოსცემდეს სათქმელს, მოახდინოს გავლენა როგორც პიროვნების ფორმირებაზე, ასევე რეალობის და ობიექტური რეალობის დადგენაზე. საუბარი არის რემონ კენოს წიგნზე, რომელსაც ქვია სტილისტური სავარჯიშოები და რომელშიც ავტორი გვთავაზობს ერთ შეხედვით აბსურდულ და უინტერესო, აბსოლუტურად მნიშვნელობისგან დაცრილ სიუჟეტს და ეს შეგნებულად არის ბუნებრივია გაკეთებული, როგორც არის მაგალითად ტიპი, რომელიც ადის ავტობუსში, რომელსაც აქვს ჟირაფივით გრძელი კისერი, გეგონება ვინმე ძალით გაუწელაო, ახურავს ქუდი და ეკამათება მგზავრს, რომელიც შემთხვევით აბიჯებს ფეხზე. ამის შემდეგ მიდის ეს ტიპი და ჯდება თავისუფალ ადგილას ავტობუსში. 2 საათის შემდეგ კი იგივე სენ-ლაზარის სადგურზე იგივე ტიპი ხვდება თავის მეგობარს, რომელიც ეუბნება, რომ პალტოზე გაქვს ღილი დასაგერებელი. ანუ ესეთი აბსურდული, არაფრის მომცემი შინაარსის მქონე ეპიზოდი, რომელსაც აღწერს რემონ კენო და რომლის 99 ვარიაციასაც გვთავაზობს. ანუ ის გვთავაზობს იმ პერსპექტივას, რომელიც შეიძლება დანახული იყოს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების მხრიდან. თუ ეს იქნება ფილოსოფოსი, ეს იქნება გლეხური ენით ნათქვამი, მათემატიკოსის მხრიდან, სამედიცინო ენით, ქუჩური და სლენგური ჟარგონების, სლენგების და ჟარგონების საშუალებით გამოყენებული სიტყვები თუ ასე შემდეგ. ანუ თქვენ შეუძლებელია უბრალოდ ნახოთ ზოგადად 2 ადამიანი, რომელიც ერთი და იგივე ამბავს მოგიყვებოდათ აბსოლუტურად იდენტურად. ანუ შეუძლებელია ერთი და იგივე ამბავის გადმოცემა სხვადასხვა სტილით და ამან არ შეიძინოს სხვადასხვა მნიშვნელობა და შინაარსი და არ იმოქმედოს ჩვენს სუბიექტურ აღქმაზეც სხვადასხვანაირად. ავტორს სწორედ ამის თქმა უნდა ამ წიგნით, რომ ენა და გამოხატვის ის ფორმა და სტილი, რომელსაც შეიძლება ჩვენ მიმართავდეთ, ახდენს გავლენას არა მხოლოდ პიროვნების ფორმირებაზე, არამედ ზოგადად რეალობის ფორმირებაზეც. და ზოგადად ობიექტური რეალობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის შეიძლება ითქვას გადის მაინც საბოლოო ჯამში სუბიექტურობის ფილტრს. ანუ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, არა ამბავს თავისთავად ავტორის აზრით, არამედ იმას, თუ ვინ, როგორ და რანაირად ყვება ამას. ანუ ჩვენ შეუძლებელია 5 წლის ბავშვსაც და 50 წლის კაცსაც ერთი და იგივე ტერმინები დაველაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, თუ ჩვენ ერთი და იგივე ამბავს შეიძლება უყვებოდეთ ორივეს. და სწორედ ეს რაღაც თვალსაზრისით, რაღაც გაგებით ნიშნავს იმას, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ სხვადასხვა სტილით და სხვადასხვა ემოციით ვუყვებით სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე ამბავს, ეს განსაზღვრავს კიდეც ჩვენი პიროვნების განსხვავებულობასაც. ანუ იმ დროს, როცა ჩვენ 5 წლის ბავშვს ველაპარაკებით, სხვა პიროვნება ვართ და იმ დროს, როცა 50 წლის კაცს სხვა პიროვნება ვართ. ანუ ამ მასშტაბის და ამ ძალის გავლენა შეიძლება ჰქონდეს ზოგადად ენას ადამიანის ცხოვრებაზე, პიროვნებაზე და ზოგადად რეალობის ფორმირებაზე, სწორედ ამის თქმა უნდა მწერალს. და ძალიან საინტერესო და სახალისო ეპიზოდებია მოყვანილი ამ წიგნში, რომელიც აი სხვადასხვა პერსპექტივიდან არის დანახული და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, რომელიც მე ყველაზე მეტად მომეწონა, აი როგორ მოყვებოდა იმ ზემოთ აღნიშნულ ერთ შეხედვით აბსურდულ ამბავს, როგორ ადის გრძელკისერა ტიპი ავტობუსში და ეკამათება მგზავრს და შემდეგ ჩადის და პალტოს ღილზე აქვს საუბარი თავის მეგობართან. აი როგორ მოყვებოდა ამ ამბავს ფილოსოფოსი, მაგალითად ნაჩვენები აქვს გადმოცემული აქვს ავტორს ამ წიგნში და ახლა შევეცდები რომ წაიკითხოთ ეს ეპიზოდი. მხოლოდ დიდმა ქალაქებმა შეიძლება წარუდგინონ ფენომენოლოგიურ სპირიტუალობებს ტემპორალური და დაუჯერებელი დამთხოვების ესენციალობები. ავტობუს ესის
ამაო და უტილიტარულ ინეგზისტენციალურობაში ასულმა ფილოსოფოსმა ეპიფიზური სისხარტით შეიძლება შენიშნოს პროფანული ცნობიერების მქონე წარმავალი და გაუფერულებული სახება, რომელიც პატივმოყვარეობის გრძელი კისრითა და უცოდინარობის ქუდის ლენტით გახლავთ დატკბნილი. ჭეშმარიტი ინტელექტისაგან დაცლილი ეს მატერია ხანდახან თავისი სასიცოცხლო და დამადანაშაულებელი გაქანების კატეგორიული იმპერატივით მიმართავს ცნობიერებით დაუმძიმებელი კორპორალური მექანიზმის ნეობერკლიანურ ირეალობას. ეს ზნეობრივი დამოკიდებულება იწვევს ორი არსებიდან უფრო არაცნობიერის წასვლას სიცარიელისაკენ, სადაც იგი პირველად და დაუშლელ ელემენტად ნაწილდება. ფილოსოფიური კვლევა გრძელდება შემთხვევითი და ანალოგიური შეხვედრით იმავე არსებასთან, რომელსაც თან ახლავს მისი ზუსტი ასლი უარსობისა და ჩაცმულობის კუთხით და რომელიც ნოუმენალურად ურჩევს მისაღებ დონეზე მოახდინოს სოციოლოგიურად მეტისმეტად დაბლა განლაგებული პალტოს ღილის ცნების ტრანსპოზიცია. ასე შეიძლება ფილოსოფოსმა მოყვეს ერთ შეხედვით სრულად შინაარსისგან დაცლილი აბსურდული ამბავი, როგორიც არის ის, რომ ტიპი ადის ავტობუსში და ეჩხუბება, ეკამათება გზავს, რომელიც აბიჯებს მას ფეხზე და შემდეგ ელაპარაკება მეგობარს პალტოს ღილის თაობაზე. ანუ ამით უნდა სწორედ ამ წიგნით ავტორს ხაზი გაუსვას იმას, რომ თუ რა შესაძლებლობა აქვს ზოგადად ენას, როგორ შეიძლება ჩვენ სხვადასხვანაირად აღვიქვათ სხვადასხვა სტილით, სხვადასხვა ფორმით გადმოცემული ერთი და იგივე ამბავი. მოკლედ ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო საკითხავია და ვისაც არ აქვს წაკითხული, ჯერ კიდევ შეგვიძლია თამამად გაუწიო ამ წიგნის რეკომენდაცია, რადგან გარდა იმისა, რომ სახალისო და საინტერესო საკითხავია, უამრავ ისეთ ტერმინებსაც შეიცავს, რომელიც შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს და ამ თვალსაზრისით ის გააფართოვებს და გაამდიდრებს კიდევაც თავის ლექსიკურ მარაგს. ასე რომ დიდი სიამოვნებით გავუწევ ამ წიგნის რეკომენდაციას და ამის წაკითხვით ნამდვილად არინანებთ გაძლევთ ამის პირობას. ვისაც გაინტერესებთ ჩემი ვიდეოები და წიგნის განხილვის ჩემეული ვერსია კი დალაიქეთ, დააკომენტარეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა შემდეგში კიდევ ერთხელ გქონდეთ ცდომა იმისთვის, რომ ნახოთ ის ვიდეოები, რომლის განხილვასაც მომავალში ვაპირებ.